სახელითა მამისათა დადისათა დაწმინდისა სულისათა ჩვენთან ნარს ღმერთი ყველას გილოცავთ ფერიცვალების წინადღესასწაულს ასრულებულ წირვას და ეს დღე ბევრ რამეზე გვაფიქრებს ადამიანებს როდესაც უფალმა თაბორის თაზე ფერი იცვალა მაშინ კაცობრიობისათვის ნათელი გახდა თუ რა შეუძლია მიაღწიოს ადამიანს უფალი ხომ ისედაც ყოველთვის იმ წყინვალებაშია მაგრამ ჩვენ ვისაც გონების თვალი დახშული გვაქვს ვერ ხედავთ ხოლმე იმას რასაც უნდა ხედავდეთ იმიტომ რომ ცოდვამ დაახშო ჩვენი გონების თვალი და ეს დღესასწაული და ამ დღესასწაულის წინადღესასწაული ვიჩვენებს იმას რომ ჩვენში თითოეულ ჩვენთანგანში უნდა მოხდეს ფერისვალება თითოეულ ჩვენთანგან სჭირდება ფერისვალება და რომ არ უნდა გადაიდოს ეს ფერისვალება არ უნდა დაველოდოთ დღესასწაულს არამედ უნდა დავფიქრდეთ დღესასწაულის წინ თუ რა უნდა უფალს ჩვენგან ალბათ ნებისმიერი ადამიანი ღრმად უნდა ჩაუფიქრდეს თავის განვლილ ცხოვრებას გადახედოს მას და თავის თავს უთხრას პირველ რიგში რისი გაკეთება შეეძლო და რა ვერ გააკეთა რაში დახარჯა დრო უქმად და ის საქმეები ვერ აღასრულა რომელიც უნდა აღესრულებინა ან თუ ცოდვას არ აღუდგა წინ ან თუ სხვა ასეთი რამე თითოეული ადამიანი უნდა დაფიქრდეს ხომ არ არის ამას სოფლის სულით დამონებული და შეპყრობილი ხშირად არასწორად განმარტავენ ხოლმე მოიძულე სოფელიო როცა ამბობენ იქ არ ამბობენ რომ ყველაფერზე უარი უნდა თქვა თავარია გიყვარდეს ღმერთი და გამოდიოდა იქიდან თუ რა არის ღვთისთვის საქმე თორე უფალი არც სიმდიდრეს არ უშლის არავის და არც ბევრ სხვა რამეს არ ნიშნავს სოფლის მოძულება იმას ან საჭმელი არ ჭამო ან დედა არ გიყვარდეს ან მამა არ გიყვარდეს მა არ გიყვარდეს შვილი არ გიყვარდეს ზოგადად მოყვასი არ გიყვარდეს უბრალოდ აბრაამისავით მზად უნდა იყო მართალი აბრაამისავით რომ თუ უფალმა მოგიწოდა შვილიც კი მიიყვანო უფალთან და შეწირო უფალს და უფალი რომელიც ყველას მამაა განათითოულ ჩვენთანგანზე უფრო მეტად არ ზრუნავს ვიდრე რომელიმე რაც არ უნდა მართალი პიროვნება იყოს კაცობრიობის ისტორიაში ჩვენი ერის ცხოვრება გვაჩვენებს იმას რომ ჩვენი ერის ცხოვრება ძალიან გავს ბიბლიური იობის ცხოვრებას ყველაფერი ქონდა კარგავს მერე თითქმის ყველაფერს მაგრამ ღმერთზე აუქს ვერ ათქმევინებენ და როგორ დააჯილდოებს უფალი მას კარგად ვიცით ამას უფლის სულის უარყოფა ნიშნავს იმას რომ შეიყვარო ღმერთი ყოველი შენი ყოვლითა სულითა შენითა გონებითა შენითა ძალითა შენითა ყველაფერი მიუძღვნა ღმერთს და მოერიდო იმას რაც საძაგელია უფლისთვის თუ გადავხედავთ
კაცობრიობის ისტორიას, სადაც უკვე გადადიან ფუფუნებაზე, იქ შემოდის ყოველგვარი გარყნილება, ცოდვების მორევში გადაშვება. იმიტომ, როდესაც ფუფუნებაში ადამიანი, მას თავი ხშირად ღმერთზე დიდათაც წარმოუდგენია. ან არიან ადამიანის ჯგუფები ფიქრობენ, რომ როგორც ისინი ფიქრობენ, ისეა მართალი. ღვთის სიმართლეს და ღვთის სამართალს გაურბიან, მაგრამ არის მარადიული ღირებულებები და მაგ მარადიულ ღირებულებას ვერცერთი საზოგადოება ვერ შეცვლის, იმიტომ რომ ყველაფერს თავის სახელი აქვს ღმერთთან. არის სოდვა, არის სათნო საქმე, არის კეთილი საქმე და არის უნებათა ჭაობი და უსკრული. თუ გადავხედავთ ქვეყნების ისტორიას, კაცობრიობის ისტორიას, იყვნენ ქვეყნები და არიან ქვეყნები, სადაც ზოგან ღმერთს არ ახსენებენ, ზოგან რაღაცებიდან სიტყვა ღმერთს იღებენ. ეს გვაგონებს იმ ადამიანებს კარგად არის ნათქვამი თქვა უგუნურმა გულსაშინათთვისაო არ არისო ღმერთიო. ძველად რასაც ხმამაღლა ვერ ბედავდნენ რომ ეთქვათ, სამწუხაროდ დადგა ის დრო, რომ მაგასაც იძახიან, უარყოფენ ღმერთს და ეს ათეისტობა მიაჩნიათ ძალიან კარგად. თუ მორწმუნეს დაცინებენ, ნიშნულობა არ აქვს ის მართლმადიდებელი იქნება თუ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელი, რატომღაც თვითონ უფრო უკეთესები გონიათ თავი და მენტორული ტონით გარიგებენ თუ როგორ უნდა იცხოვრო და რა უნდა აკეთო. როგორც ვიცით, სამყაროში მრავალი კატასტროფა ხდება, მაგრამ საშიში მაგ კატასტროფები კი არ არის. საშიშია ის სულიერი კატასტროფა, რისკენაც უმეტესობა მიდის. თითქოს ყველა გადაირია და ცოდვას უკვე კეთილს არ ქმნებენ. ჩვენ ყოველთვის უნდა მოვერიდოთ ცოდვას. არ არის ადამიანი, რომელიც ხონდეს და არასწოდოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცოდვები მოვამართლოთ. ჩვენ იმ ადამიანებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, რომლებიც ცოდვებს შადიან. თითოეული ჩვენთაგანი ჩვენ სოდვით მიდრეკილებებს უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ ადამიანებს არ უნდა ვებრძოლოთ, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ცოდვებს, ჩვენს უნებებს. რაც არ უნდა წინააღმდეგობა გაუწიონ ამას, მადლობა ღმერთს, რომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე შედარებით მცირე ნაწილი ცდილობდა ხოლმე იმ წესით ცხოვრებას, რასაც უფალი მოუწოდებდა და რაც არ უნდა ეჩაგრათ, გინ მოეკლათ, საპყრობილეებში ჩაეგდოთ, კანონებით ეძებლებინათ, რომ ისე არ ეცხოვრათ, სიმართლეს ყოველთვის ამბობდნენ და თავიანთი ცხოვრებით მოუწოდებდნენ ადამიანებს, რომ მათაც ღმერთისთვის მოესმინათ და იმ ცხოვრებით ეცხოვრათ, რაც არის სათნო ღვთისათვის. ამიტომ ამას სოფლის სულის მოძრულება არის იცხოვრო ისე, რომ სრულიად შეიყვარო ღმერთი, სრულიად შეიყვარო შენი სამშობლო, მით უმეტეს საქართველოს მოგვცა უფალმა და ვალდებულები ვარ ჩვენ უფლის სიყვარული ჩვენი ქვეყნის სიყვარულშივე ცხადდება. რამდენი ჩვენი წინაპარი არის სამშობლოსათვის თავდადებული, რამდენი აღესრულა, რამდენი მილიონი აღესრულა სხვადასხვა ჩვენ და მიმართულ დამპრობლემებში, მაგრამ დღევანდლამდე მოგვიტანა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი კულტურა, ჩვენი ზნეობა და ჩვენს ვალდებულები ვართ ვცეთ მათ ბრძოლას პატივი და უნდა ვიცოდეთ თუ რა მიზნებისთვის, რა იდეალებისთვის იბრძოდნენ ისინი და
ჩვენც იგივე მიზნები, იგივე იდეალები უნდა გქონდეს. თუ უფრო განავითარებთ უკეთესობისკენ, თორემ უკან არ უნდა დავიხიოთ, უკვე ისეთი დროა, არ შეიძლება უკან დახევა. და მე მჯერავს, რომ ჩვენიერი ღირსეულად გაუძლებს ამ გამოწვევებს, რაც ახლავს გლობალიზაციას და დავრჩებით ამ სამყაროში ღირსეულ ერად. და ასევე სხვებთან თანაცხოვრებით ჩვენც ვიზრუნებთ ნათელი მომავლისთვის. ისაც ბევრი ვინც ნათელს უწოდებს აღვირახსნილობას. ეგ არის სრული სიბნელე, ვინც არ უნდა თქვას როგორმა ავტორიტეტმაც. ალბათ უნდა დავფიქრდეთ, რომ ჯერ თუნდაც ალექსანდრე მაკედონელის დონის რამეც არ გაუკეთებიათ, არც ლეონარდოს დონის არაფერი არ შეუქმნიათ და ამიტომ უნდა მოვერიდოთ ისეთ სიახლეებს, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება და ღმერთის მოცემულ ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. ჩვენ დღესვე უნდა ვეცადოთ, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება. ყველა უნდა შევეცადოთ ამას და უფალი აუცილებლად დაგვეხმარება. დღეს ვერავინ ვერ მოგცემს იმ რეცეპტს, თუ როგორ უნდა განთლიანდეს საქართველო. კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა გინ მეგობრებს უწოდებდეთ და გინ მტრებად მიგვაშთეს. არავინ არ იზრუნებს იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ეს ღმერთმა წაგვართვა და ღმერთივე დაგვიბრუნებს, ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, მაგრამ რომ დაგვიბრუნოს, ამიტომ კარგად უნდა ვიცხოვროთ. უნდა გავხდეთ ნამდვილი ადამიანები, სულიერი ადამიანები უნდა გავხდეთ და ისე არ უნდა ვიყოთ, რომ ერთმანეთს არ ურთქილდებოდეთ, ერთმანეთს ვჭამდეთ, ასე ვთქვათ. ამიტომ ალბათ დროა, რომ თითოეული ჩვენთაგანი დავფიქრდეთ, თუ რა სიტყავს უფალი ჩვენგან და ვიცხოვროთ ისე, როგორც უფალი მოგვიწოდებს, თორემ ვერავინ ვერ დაგვეხმარება. რა კარგად ხედავთ, წლები გადის და საქართველოს ისტორიის მანძილზე დამპყრობლებსაც კი ზოგჯერ ძმებად მოიხსენიებდით, ზოგჯერ მეგობრებად და ზოგჯერად კიდე არავინ არ იცის. ამიტომ შევეცადოთ, რომ ამის გასაღები ჩვენშივია. ერში უნდა მოხდეს ფერიცვალება და თითოეული ადამიანის ფერიცვალებით იწყება ეს. ყველამ ვაღიაროთ ის თუ რა დავაკელით ჩვენს სულებს, ჩვენს მოყვასებს, ჩვენს ერს, ჩვენს სამშობლოს, ღმერთს და გამოვასწოროთ მაგი. თხოვოთ პატიება უფალს და გამოვასწოროთ და იმედი მაქვს, რომ მოწყალე უფალე წყალობის თვალით გადმოგხედავს. თუ ერმა მოინდომა, ადამიანისთვის შეუძლებელი, ღვთისთვის შესაძლებელია. ღმერთმა დავლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გილოცავთ უწმინდესის მშვიდობით დაბრუნებას. დღეს 7 საათზე სამთავროში იქნება ლოცვა, ხვალე დილით 9 საათზე იქნება სამთავროში წირვა. სამების ტაძარში სამღვდელმთავრო წირვა შესრულდება და ასევე ფერიცვალების დედათა მონასტერში სამღვდელმთავრო უწმინდესი და უნეტარესი ჩვენი პატრიარქი სამთავროს დედათა მონასტერში წირავს. ისიც იქნება, რომ ტაძარი არის ფერიცვალების სახელობის. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. ასევე უწმინდესის ლოცვა კურთხევით ილოცებიან თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსანტები და მე-13 ბატალიონის სამშვიდობო ოცეული. ღმერთმა სულ გამარჯვებით გატაროთ და ღმერთმა სულ მშვიდობიან გზაზე გატაროთ. მშვიდობით მიემგზავრებით, იქაც მშვიდობით ყოფილიყავით და მშვიდობით დაბრუნებოდით. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. იხარეთ ორსავ სოფელშინა. დღეს ილოცებიან შემდეგი გვარები: პაპიტაშვილები, სეთურიძეები, სეთურები, ტოტიკაშვილები, ხეჩუმაშვილები, ბადალაშვილები, ღაძაძეები, გაბეშიები,
ზურაბაშვილები, ზურაბიშვილები, რუსიები, ლომიაშვილები, მამუჩაშვილები. მერთმა დაღლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. ყველას წინასწარ გილოცავთ, ყველას წინასწარ გილოცავთ ფერიცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს. თითოეულ ჩვენთაგანში მომხდარ იყოს ფერიცვალება, გაიხაროთ.